ძალიან ბევრმა ადამიანმა არჩეს ერთი ძალიან მარტივი ფაქტი, ის რომ თირკმლის კენჭების უდიდესი ნაწილი გამოწვეული არის შარდში ერთი რაღაცის ნაკლებობით. შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ეს ერთი რაღაცა, როცა ადამიანს შარდში მცირე რაოდენობით აქვს, სწორედ მაშინ ვითარდება თირკმლის კენჭების 2/13-ზე მეტი. და რას ეხება საქმე? რა არის ისეთი რაღაცა შარდში, რომლის ნაკლებობაც იწვევს კენჭებს? ეს არის ციტრატი. როდესაც შარდში ცოტა არის ციტრატი, ამას ქვია ჰიპოციტრატურია. როდესაც დღე-ღამეში ჩვენი ორგანიზმი 320 მგ-ზე ნაკლებ ციტრატს გამოყოფს შარდით, სწორედ ეს იწვევს თირკმლის კენჭების 2/13-ზე მეტს. რატომ? იმიტომ რომ როცა შარდში ცოტაა ციტრატი, კალციუმი უკავშირდება ოქსალატს, ან კალციუმი უკავშირდება ფოსფატს და მიიღება სწორედ რომ კენჭების 2/13-ზე მეტი. მე გეტყვი ახლა 4 მარტივ რაღაცას, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დაიმახსოვრო და აუცილებლად ყურადღებით მოისმინე. 4 მარტივი რაღაცა დაგიცავს იმისგან, რომ შენ თირკმლის კენჭები არ გქონდეს, ან თუ გაქვს ისინი ზომაში რომ შემცირდეს. აბა ნახე, ყურადღებით მოისმინე ფაქტი ნომერი 1. რაც შეიძლება ბევრი მიიღე ციტრატებით მდიდარი საკვები. ყველაზე მარტივისა ამისთვის არის ლიმონიანი წყალი. ხვდები, როცა შენ სვამ ლიმონიან წყალს, ლიმონში მხოლოდ C ვიტამინი კი არა, შენ იწვევთ რომ ციტრატია. ციტრატი სწორედ რომ ის არის, რაც შენ გჭირდება რომ კენჭები თირკმლებში არ ფორმირდეს. მეორე, ეს არის ის ფაქტი, რომ შენ მიიღე დღე-ღამეში სწორედ რომ 2.5 ლიტრი წყალი. ბევრს უკვე რატომ უნდა მიიღოს დღეში 2.5 ლიტრი წყალი? ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ჩვენ კარგავთ, ჩვენი სხეულიდან კარგავთ ამოსუნთქვის, ოფლიანობის, მოშარდის და სხვა რაღაცების ხარჯზე, სწორედ რომ 2.5 ლიტრი წყალს და ჩვენ თუ მას არ შეავსებ, შარდი იქნება ძალიან კონცენტრირებული და მარტივად აგემართება კენჭები. ამიტომ ლიმონიანი წყლის მიღება არა მარტო შეგივსებს ციტრატს, ასევე შეგივსებს წყლის დანაკარგსაც. მესამე რჩევა ის არის ის, რომ ნაკლებად მიიღო გამაგრებელი სასმელები. სწორედ იმიტომ რომ ისინი შეიცავენ ისეთ რაღაცებს, რაც სწორედ რომ ხელს უწყობს, პოტენციურად ხელს უწყობს კენჭების ფორმირებას. არ მიიღო ისინი კვირაში 1-2 litrზე მეტი. და მეოთხე ძალიან საკვანძო რჩევა ის არის, შეზღუდე თუ შენი ასაკი საკმაოდ დიდია, შეზღუდე ცილების რაოდენობა საკვებში, იმიტომ რომ ცილები შეიცავენ ისეთ ამინომჟავებს, როგორც არის თქვათ მეთიონინი და ცისტეინი, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს კენჭების ფორმირებას. და შენ თუ კიდევ კენჭები არ დაგემართოს, ამიტომ სასწრებელი არის რომ ცილოვანი საკვების რაოდენობა შეზღუდო, როცა ასაკში ხარ, იმიტომ რომ თუ შენ შეზღუდავ ცილოვანი საკვების რაოდენობას, იმ ცილოვან საკვებთან ერთად ასევე შეგიმცირდება სხეულში შარდის მჟავის რაოდენობაც. არა მარტო შარდოვანა, შარდის მჟავის რაოდენობაც და სწორედ ეს დაგიცავს თირკმლის კენჭების ფორმირებისგან. მაგდროულად არჩევით თუ ამ რჩევებს კიდევ ერთხელ ყურადღებით მოусმენ და ასევე გაუწერებ სხვებსაც.